ამ ადამიანის მდგომარეობა არის შედეგი ბოქსის მატჩისა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სევდიანი ბოქსის მატჩი. ეს ადამიანი არის პრიჩარდ კოლონი, რომელიც 2015 წელს შევიდა რინგზე და თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ესე დრამატულად დასრულდა. მას ამ დროისთვის ჰქონდა 16 მოგება და არც ერთი წაგება და ამ შეხვედრის დასაწყისშიც იმარჯვებდა, მანამ სანამ მისმა მოწინააღმდეგემ არ დაიწყო არალეგალური დარტყმების განხორციელება, როგორც ხედავთ, ის რამდენჯერმე ახორციელებს დარტყმას კეფის არეში. შედეგად ეს მატჩი ამ ახალგაზრდა ბოქსიორის წაგებით დასრულდა, თუმცა უფრო უარესი მას ელოდა გასახდელში, რადგან მას დაეწყო თავბრუსხვევა და ღებინება. ამ სურათზე კი ვხედავთ სუბდურულ ჰემატომას, რომელიც პრიჩარდ კოლონს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაუდასტურდა, მას გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია და ის ამის შემდეგ დაახლოებით 221 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო უგონოდ. საბოლოოდ ამ ახალგაზრდამ ისიც კი მოახერხა, რომ საავადმყოფოდან გაეწერა, თუმცა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და მას სჭირდება ყოველდღიური არსებობისთვის ოჯახის წევრების უდიდესი დახმარება. ამ ვიდეოს მიზანი კი იყო კიდევ ერთხელ გამემახვილებინა ყურადღება, რამდენად სენსიტიურია ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა მსგავსი ტრავმების მიმართ და რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ იმ ყველაფერს, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია.